Iva, 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 Iva. Iva outdoor კლასიკი 2026. მოდი, ამ ვიდეოში ვლაპარაკოთ პნევმატური იარაღზე. ნახოთ რა ხდება საერთოდ ახალიც და ძველიც და საერთოდ რა გამოფენაზე რა სიტუაცია არის. იგი პირველი დარბაზში როგორც კი შემოვიდით შეგვდა ჰუგლუ. ჰუგლუს ტრადიციულად ჰქონდა ყოველთვის აერგანები. Თლად ახალი წარმოებული არ აქვს, მაგრამ არის რა, საკმაოდ ნორმალური დიზაინის ვარიანტები არის. არის სიტყვაზე ძიმე კლასიკური ვარიანტები, რომელიც ჰაცანის მოდელებს გაუწევს კონკურენციას. აი ძველი კლასიკური ახლა ამის გადატანა ყოველთვის ძნელი იყო ხოლმე, მაგრამ ნუ ახაც იგივე დარჩენილი არის. ამიტომაც ახლა ეს არ ითვლება დღეს უკვე რამე განსაკუთრებულ დიზაინად. არის ბულპაპის ვარიანტებიც. გადატენვა მეორე მხრიდან აქვს, რაც მოსახერხებელია გარკვეულწილად. თუმცა სასხლეტის მექანიზმი და ცველი რაღაც გაუგებროთ აქვს გაკეთებული, ვერავთ ვერ დავამოღამე როგორ მუშაობს პრინციპი. სასხლეტის კი ნახულობ, აი ცველს ვერ ნახულობ ფიზიკურად სადაა, ასე რომ გარკვეულწილად მოუხერხებელი ვარიანტი არის. ნუ ეს ასე ვთქვათ, შედარებით ძველი დიზაინი კლასიკია. ეხლა გადავიდეთ, გაჩვენებთ შედარებით ახალ ვარიანტს, რაც აქვს გამოშვებული. საკმაოდ კარგად გამოიყურება, დამოინტრიგებელია, იმედია გამართლებს და გამოვა. აი ეს ორი მოდელი. ერთი არის შედარებით მოკლე, მეორე არის ცოტა გრძელი. იარაღების სეგმენტში ახლა ვინც ხართ ხოლმე, იმათ მაიცით, რომ ერთ-ერთი ტოპ წარმოებელი მაგალითად არის FX Airgun, ხო? აი FX Airgun-ს რო ახლა ეს გადასატენი, ითვლება რაღაც идеალურ ვარიანტად. მე ვიტყოდი რომ ამათმა შეძლეს გაიმეორეს და თუ იგივე არა იმაზე უკეთესიც შეიძლება კი იყოს გარკვეულწილად. ოღონდ მე გულისხმობ ფაქტობრივად სიმძლავრეს გადატენისას, ძალიან მსუბუქად იტენება. ერთადერთი ცოტა დისკომფორტია ის, რომ ეს დიდი სვლა გაქვს და ძალიან გიწევს თითის გადმოწევა. FX-ი ბერკეტების სისტემა იმდენად კარგადაა გაკეთებული, რომ ხელის მოუწევად შეგიძლია ეს გადატენო და დაკეთვა ესეთი დისკომფორტი არ შეგექნება ხოლმე. დანარჩენში ძალიან კაია რომ აქვს დასაკეთსი კონდახი. ბალონი და ორი მანომეტრი. უკვე ხვდებით რომ შესაბამისად რედუქტორთან გვაქვს საქმე. პლუს რადგანაც რედუქტორთან გვაქვს, რა თქმა უნდა, უკვე ხედავთ რომ აი არის ესეთი წარწერაც შესაბამისად პლენუმიც გვაქვს. მოკლედ დიდი იმედია რომ გაამართლებს, იმიტომ რომ ვიზუალურად კარგად გამოიყურება, არ არის აი შემორჩენილი ძველი დიზაინი, რაღაცა ახალი სისხლი იგრძნობა და რაც თავი მსუბუქია კატასტროფულად რა. ძალიან კაი რაღაცაა. თუ შემოაგირჩევთ გასინჯოთ. ვერ შეგვიძლია რომ გადასარევი იქნება, მაგრამ გასასინჯად ნამდვილად ღირს. We are waiting for the ეს არ გიგონოთ თურქული წარმოებელი კრალი, ეს არის ევროპული მაღაზია კრალი, რომელიც ბევრი ტიპის იარაღს ყიდის, ცეცხლსასროლსაც, პნევმატიკასაც, აირსოფტსაც. მაგალითად აქვს ესეთი ბალონების გამოფენა, რკინის და კომპოზიტური კომპრესორი, ვინც არ იცოდით. კოლტრის კი MH6-ის გაგრძელება არის. ოგის dead grip-ი, ამას აუცილებლად შემოვიწევთ, იმიტომ რომ მე მაქვს ალუმინის და აქ არის წარმოადგენილი კარბონიც. შესაძლოა წონები ნახოთ ორი ეს წესით 9 კილოთი უფრო მსუბუქია ეს და ნახოთ რეალურად რა იქნება. დიდი არჩევანი პნევმატიკის. ოფიციალური წარმოადგენლები არიან FX Airgun-ის. FX-ის სტენს ასე ვთქვათ, ცალკე ვნახავთ, მაგრამ ნუ ამჯერ შევეპაროთ რაღაცები ვნახოთ. ფოტოშოპის აქვე არის რაღაცა, ნუ ეს სპორტული მოდელებია, მაგრამ ერთი მოდელი მე რაც დავინახე უკვე საინტერესო. აი, აქ არის.
რომელიც რაღაც ამოუცნობი ფორმ ფაქტორის არის, როგორც ფერი, ისე თვითონ იარაღი. უცნაური დარტყმის სისტემა აქვს, ფორვარდ ასისტენტიც აქვს, დახურვაც. საკმაოდ საინტერესო ეგზემპლარია. მოდი ნახოთ ხელში დავიჭეროთ რა გამოვა. კაი, მოდი ვნახოთ ახლა სამწუხაროდ დამანგრებულია, ვერ მოვხსნი. მაგრამ ვნახოთ როგორ მუშაობს საერთო პრინციპი. ნუ როგორც ხედავთ, გადმოტენად შეიძლება გამოკრა და რაც თავარია, საკმაოდ უცნაური ფორმატი არის გადატენის. ხელში დავიჭიროთ, საკმაოდ მსუბუქია. რაღაც ახალი მოდა არის, ზუსტად ვერ გეტყვით რა არის, რასთან გვაქვს შეხება, მაგრამ თავისებურად საინტერესო კი არის. level action-ით ან რაღაც AR-15-ის პრინციპებით რამდენად გამართლებს ვერ გეტყვით, მაგრამ საინტერესო არის, განსაკუთრებით ფერები, გოგოებისთვის, ბიჭებისთვის. ახლა სუდად ნუ გაი. Red Arms. ჩვენთან საკმაოდ ცნობილია. ჩემს აღმოჩენა იყო, თუმცა დიდი არა რომ აერგანსაც უშვებენ, მაგრამ მარტო ზამბარ დუშიანი ეს 4 მოდელი აქვს. დასაწყისში ჩვენ ნახეთ მაღაზია კრალი, ევროპული. ეს კი უკვე არის ფირმა კრალი, თურქული, რომელიც უშვებს სხვადასხვა ტიპის იარაღებს. ესეც რა თქმა უნდა აერგანები. ერთ პერიოდი პანჩერმა მოკლემ ჩვენთან რევოლუცია გააკეთა. მოკლე, კომპაქტური და ყველაფერს ისროდა. ესეც მოკლე პანჩერია. ეს რაღაც ახალი ვარიანტია ტაქტიკურ შესრულებაში. თუმცა კიდევ არის გარკვეული ფორმები, რომელსაც ახლა ვნახავთ. ასე გამოიყურება გარკვეული ფორმები. მოდი სპეციფიკაციებს გადავხედოთ. ესე იგი გამოდის 3 კალიბრში. ეს გასროლების რაოდენობა 4.5 კალიბრში, რაც ჩვენთან აქტუალურია. 14 ტყვის ტევადობა, 30 ჯოული, მაგნუმ კლასში გადის, ასე ვთქვათ, სინთეტიკური, 58 სანტიმეტრი მარტო ლულა, მთლიანი სიგრძე 102 სანტიმეტრი. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენი კანონმდებლობით ყველანაირ სტანდარტებში შედება და შეგიძლიათ ესეთი იარაღები შეიძინოთ. თუმცა ვიტყოდი, რომ გარკვეულად დიზაინი მოძველებულია. იმიტომ რომ გინა ევროპა, გინა ჩინეთი უკვე გადაეცა ცოტა განსხვავებულ ფორმებზე, სადაც მაქსიმუმ ოპტიმიზირებულია ლითონის რაოდენობა, რომ წონა იყოს შემცირებული. ასე კოლბებიც აქ ისევ ალუმინის არის მძიმე, მსოფლიო გადასულია უკვე კომპოზიტურ ბალონებზე. რა თქმა უნდა, ახლა განსხვავება არის ალუმინის ბალონები. იაფიჟდება და ამიტომაც იარაღიც საერთოდ იაფიან კლასშია და ამიტომაც აქ ეს ალუმინის კოლბა გაკეთებული. თუ თქვენი სურვილი იქნება, ცალკე იყიდეთ შემდეგ კომპოზიტური ბალონი და უკვე შეგიძლიათ დააყენოთ. აქვე არის კიდე რამდენიმე მოდელი. საერთო პრინციპი იგივე იქნება, იდეაში რა ვიყოთ, ზუსტად იგივე ეს ფორმა რაც აგვაქვს, ის არის ჩასმული უბრალოდ ხის კონდახში. გადავხედოთ სპეციფიკაციებს, დარწმუნებული ვარ, იგივე იქნება ყველაფერი. არა, უკაცრავად აქ 4.5-ის მონაცემები საერთოდ ბატონოც არ გვიწერია გასროლების რაოდენობაში, თუმცა კალიბრი გამოდის 4.5-ი. თუმცა ვერ დაატიეს აქ უბრალოდ ფიზიკურად 9 მმ-ში 50 გასროლა აქვს, 5.5-ში 60 გასროლა აქვს. 80 ჯოული. ოღონდ რა კალიბრში საინტერესო, ალბათ 5 და 5 იგულისხმება. ისე 58 სანტიმეტრიანი ლულა, როგორც წინა ვარიანტებში ჰქონდა და 102 სანტიმეტრის მაგალითად 105 სანტიმეტრი მთლიანი სიგრძე. ეს იყო კრალის სტენდი. და გადავინახოთ გვერდითა სტენდზე, ისევ და ისევ რა თქმა უნდა აერგანზე და ეს რა თქმა უნდა PCP-ა. სანამ მოდელებს განვიხილავთ, მოდი ვნახოთ რის სტენდზე ვართ. ეს არის Rexy Max. რა თქმა უნდა ესენი ხრახლულიანებსაც უშვებენ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს მხოლოდ აერგანები.
ოკეი. გადმოვინაცვლოთ Reximexis სტენდზე. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს პნევმატური იარაღი, რომელიც წარმოდგენილია აქ. გარდა ამისა, აქვს ოლიმპიური ვარიანტებიც, აქვს მოკლე ვარიანტიც. საკმაოდ მომხიბლელად გამოიყურება ეს მამაძაღლი. თუმცა ჩვენთან ვიცი რომ ბევრი დაპირებს ამიდან ისევ სლაგის გასრულას. არა, სლაგისთვის ეგარ არის. სლაგისთვის შეგიძლიათ აი ეს გამოიყენოთ, რომელსაც 90 cc რედუქტორს მიღმა სივრცე აქვს. ასეთი ვარიანტები კიდევ გვაქვს ბევრი. ეს ამას უკვე რედუქტორს მიღმა სივრცე არ აქვს, ამას აქვს recharge chamber-ი, ამასაც აქვს. ეს საკმაოდ კარგი კომპაქტური ვერსია არის, ტრონი. ბევრს ალბათ უკვე გაგებული გაქვთ, იცით რომ ასეთი ვერსია არსებობს. მოდი ვნახოთ ახლა ეს სამწუხაროდ ხელში ამას ვერ ავიღებთ, ესეც დაბლოკილია. მაქსიმუმად შევაფასოთ. წონა მთლად პატარა არ არის. რა თქმა უნდა, კლასიკური მოდელებიც გვაქვს აერგანის. ცოტა უცნაური ფორმა არის. სხვათა შორის არა მარტო Reximexis, არამედ განაჩენ ბევრ სხვა მოდელებსაც, წარმოებლებსაც ჭირს ძველი ფორმ-ფაქტორების გამეორება. ეს ახლა რაღაც ალბათ Daystate უნდათ მიმსგავსებოდნენ, სახელიც რაღაც Daystari არის, Daystate-ის მაგილად. მაგრამ საინტერესო მოდელი აქ არის ერთი, რომელიც არის ამ სტენდის მეორე მხრიდან. ვის გაქვთ ნანახი აერგანი level action-ის ფორმ-ფაქტორში. მიუხედავად იმისა, რომ მას დაცვა უყენია, მე შევეცდები ხა ამის ხელში აღებას, იმიტომ რომ როგორც ვხვდებით level-ს როგორც კი ჩამოწევ, აქ უკვე გამოთავისუფლებულია, არაფერი იჭერს. ნახოთ ერთი რა გამოვა. დუბლი 2. ეხლა მე პატრონიც იყო მოსული, აქ ნახეთ სიარაღი, წესი დაბლოკილია, არ უნდა შეიძლებოდეს ამის მოხსნა, მაგრამ რადგან ეს არის level action-ი, ჩამოწიეთ, ესეც აღარ გვინდა, გამოვიდეთ. საკმაოდ საინტერესო პნევმატური იარაღია, თუ კაუბოება გინდათ, შეგიძლიათ გადატენოთ, გაისროლოთ. თავისებური არის, ახლა ვერ შეგვიძლებით რომ ეს რაღაც განსაკუთრებული სიზუსტის იქნება, მაგრამ თავისებური დატვირთვა აქვს. ახლა თუ ვინმე ხართ დისტრიბუტორი საქართველოს შემოტანის, რაღაც საინტერესო კი იქნებოდა, მაგრამ ალბათ დიდი რაოდენობით არ გაიყიდება, ბევრი მოყვარული არ იქნება. რაღაც თავისებური ხიბლი აქვს, ვიდრე რეალური დანიშნულება. კარგი, მოდი ისე დავკეტოთ და დავდოთ სტენდზე როგორც ჩაფიქრებული იყო. დაბლოკილი. ფირმა ეკოლი. იცოდით რომ ესენი პნევმატიკას უშვებდნენ? აბატო. ნუ მიწყენთ სათაო მოდელზე, არ დავიწყებ გაჩერებას. თავისებური საკეტი და რაღაცები აქვს ამათ. ერთი-ორჯერ უნდა შეხება და საკმაოდ მოუხერხებულად ჩავთვალე ეს დატენის სისტემა. და ესეც ეს კლასიკური გადასატეხლულიანი. ესეც C2 პისტოლეტები, კლასიკა. აწერია ბლოუბეგი და ამასობაში არ იხსნა. ბოდიში. გადასწარი. დაუშვით, მე ბატონო, გავისროლეთ. აბა, ჭირი იმედია აქ მაინც გამოდის. კი ბატონო, კლასიკური C2 ვარიანტი. და მე მგონი აქაც KVP-ს კლაპანის ვარიანტზე დაიწყეს გადასვლა. ეს ძალიან ცუდია, ეს ნიშნავს, რომ ეს კლაპანი გაფუჭების შემთხვევაში გაკეთებას არ ექვემდებარება, ან მთლიანად კლაპანი უნდა გამოცვალო, ან მთლიანად იარაღი იყიდა. სამწუხაროდ სხვანაირად არ გამოდის არაფერი. Так, ესეც რა გვაქვს? ეს აირსოფტია თუ? ნახოთ ერთი.
არა. საინტერესო როგორ მუშაობს. არაფერი არ იხსნება. მე ბოდიში. გადასატეხლულიანი. მე კიდე ჩალიჩობდი აქ გადამეტენა რაღაცა გამესწორებინა. ყველაფერი გაყინულია, უბრალოდ ჩამოსხმული პლასტიკატია. მე შინია გავიფიქრო, კი, ესე ზუსტად ეგეთი ვარიანტია. გადასატეხლულიანია. ესეც ცეური პისტოლეტია. ეს აქამდე რამდენითაც ვთვლი, იყო ხოლმე ბლანკებზე 9 მმ-იანზე. ეხლა კი ეს გაუკეთებიათ უკვე ცეურო პისტოლეტის ვარიანტი. მოკლედ სუესა. ესეთი ჩინური ფირმა Shangzhou Machinery ბრენდი აქვს. შევჩეული ესეთი Cosmo X Air. აქ დიდხანს არ გავჩერდები, იმიტომ რომ ამ სანას ძალიან ბევრს ნახავთ. რა ჩვენ წარმოვიდგინეთ სახელგანთქმული ფირმები, რომელიც არის, ან თუნდაც იგივე ჩინურებიც არის გარკვეული მოდელები, კარგი. ბევრი არის ესეთი ფირმა, რომელიც თვითონაც არ იცის საიდან მოდის, რატო უშვებს, უბრალოდ დასგააგ და ხელი მიუწვდება მასალას და უბრალოდ გაჩერებული რო არ იყოს და მუშახებს ფული გადავხოთ, რაღაცას აწარმოებს. თუმცა სინამდვილეში იმდენად ძველ დიზაინს, მაგალითად ახლა ნებისმიერ რო გადატენო, ამის გადატენისას თელი სტენდი დადის, ვერ ვახერხებ გადატენას ისეთ საზღარი. Too heavy. თვითონაც სინჯა გადატენო და ძალიან მძიმე არის. თან ნახეთ ახლა ესეთი რაღაცა დავინახე. მიმწოდებელზე რეზინა. ეს არის სადღაც 2005-2008 წლის დიზაინი. ბროკოკი სტენდი, IMA 2026. ნახოთ აბა რა აქვს, MTC-ის ბალისტიკური მანძილმძომი. რამდენი დამჭირდა იმაზე ჩალიში, რომ მეყიდა ერთ-ერთი ინგლისელი ყიდიდა eBay-ზე. ცოცხალი თავით არა, თქვენი რეგიონის შარის თავი არ ამაქო, მე იტყვიო რომ არ ჩამომივიდაო, მე უნდა გამისაჩირო, წადი შეიძლება დაცვადე რომ რამდენიმე ხორცე შევპირდი, ხელწერილი გავუბრძანებთ კი არ დაგიბრუნებ პროსტა მომენტს. დღეს მაქვს და ძალიან კარგი ვარიანტი არის. თუმცა ბალისტიკურ კალკულატორს ხშირად არ ვიყენებ ხოლმე. მაგრამ ძალიან კარგად აჩვენებს დამჯერებს. ესეც მოდერატორები, ბალონები, ახლა კი გადავიდეთ თვითონ თოფებზე. ბროკოკი ყოველთვის იყო ერთ-ერთი წამყვანი და სტილის შემქმნელი. ბევრმა არც იცით მაგალითად, მაგრამ ბროკოკს ჰქონდა თავისი კარტრიჯების სისტემა, როდესაც თვითონ მასრის მგონე ფორმაში იდებოდა ტყვია წინიდან, უკნიდან კი ხდებოდა მისი დატვირთვა სადღაც 200 ატმოსფეროთი. პრაქტიკულად კლასიკური ვაზნა გამოდიოდა და გასროლისას ვაზნიდან გადიოდა ჰაერი. რა თქმა უნდა, ენერგეტიკა ხა ვაზნაში დიდი ვერ შეიმქმნება, მაგრამ ეს ემოციური ტალღავა, ეს ვაზნა ვარდებოდა, უბრალოდ გასროლილი მასრა ვარდებოდა, უკვე და არა ვაზნა. ნუ ეს ენით აუღწერილი სიამოვნება იყო. რაც შეეხება ახალ მოდელებს, აი უბრალოდ აი გადატენის ერთ სიამოვნებაა. ნახეთ რა რბილად და ბედნიერად იტენება. ეს safety-ზე მოვხსნათ, გავისროლოთ. მაგით ერთხელ გადავიდეთ. არა, ძალიან რბილი არის და ძალიან სასიამოვნოა. ვიცი რომ თბილისში რამდენიმე შემოქონა რაღაც ბროკოკის მოდელი, მაგრამ რაღაც ძველი სადღაც საწყობში შარშენი რაღაც 1-20 წელი წინანდელი. აი ეს არის ზღაპარი. შემოგვიტანეთ რა ხალხმა ესეთი რაღაცები. ეს არის გადასარევი მოდელები. და მე მინდა მაგალითად გაჩვენოთ ამ მოდელის შესაძლებლობები.
ეს არის 4 ნახევარი, 5 ნახევარი 635. 4 ნახევარში იძლევა 18 ჯოულს, 24 ჯოულს იძლევა 5 ნახევარში და 635-ში იძლევა 28 ჯოულ ენერგიას. რა თქმა უნდა, სუსტია გარკვეული გადასახედა, მაგრამ თუ გინდათ ძალიან ძლიერი მოდელი, მე გაჩვენებთ თქვენ რა უნდა იყიდოთ. ამ შემთხვევაში თქვენი გზა მოდის ამ გოსტზე. გოსტი გაქვთ ორი მოდელი. ან ცილინდრით, ან ბალონით. რა თქმა უნდა, მე გირჩევთ კარბონის ბალონით, ყოველთვის უკეთესია, მეტი მოცულობა, მეტი სიჩქარე გაქვთ. კარბონის ნულაც, ოხო, რა ბედნიერება. გადავტენოთ. ამას სველი საითაა, თქო, არ ვიცი. სამწუხაროდ ვერ ვნახულობ აქ არსად არ არის. კარგი. წეგან გადავტენე, ვიცი რომ ახლა ეს დაკეტვისას კარგად დადის, გადატენისას ცოტა მეტი დაწვირდა ძალა ვიდრე მაგალითად FX Impact. მაგრამ თავარი ამის მუღამი რაც არის, აი ქვემოთ თუ ხედავთ ახლა აი ამ წარწერას. დაგუდგით, გამოდის 4 ნახევარში, 5 ნახევარში, 635, 762-ში. და გვერდზე შესაბამისი ენერგეტიკა 4 ნახევარი კალიბრი, რომელიც ჩვენთან აქტუალურია, 42 ჯოულია. ხოლო თუ ავედით 762-მდე, გვექნება 129 ჯოული ენერგია. კოლოსალური შესაძლებლობების თოფია, ლამაზია, ტექნოლოგიურია. მაღაზიებო, თხოვნა და მიმართა თქვენთვის. ჩამოიტანეთ ლამაზი, ბედნიერი მოდელები. გაგვაცანეთ ტექნოლოგია, გვასიამოვნეთ, მიგვაღებინეთ ექსტაზი. ხო შეიძლება. რატო ჩამოგაქვთ ხოლმე რაღაც გაუგებარი მოდელები? GSB-ს სტენდი. უკვე მესამე წელია ვხედავ, რომ GSB-ს მალტო ესეთი სტენდია გაკეთებული დიაში. ეს ვიზუალურად გაჩვენებენ რაღაცებს და მორჩა, კარგად იყავი. მეტი არაფერი არ ჭირდება. ეს რამე. იმათ ესეთი სტიკერები. დანარჩენი არის ხოლმე მოწყობილი ესეთი ზონა და სადაც უკვე მაღაზიებთან და დისტრიბუტორებთან არის ხოლმე ლაპარაკი. რა სად შეგიძლიათ შესთავაზოთ განხილვა. ქონათ ესენი გვაქვს. დიზაინი კი არ შეცვლილი. ძალიან უცნაურია პროდუქცია წარმოადგინა ესეთი რაღაცა, რომ ბარში გაქვს უბრალოდ ჩაფენილი და მორჩა. ანა ემით გაიგო, რომ შევცვალეთ დიზაინი და სხვანაირი ყუთები გვექნება აწ. თუმცა მიაკარი თითოეული ეგზემპლარია, არ შეიძლება. ისედაც ვიცით, რომ პლანეტა ჩვენს ტყეებზე ზის და თავი რაღაც ვიწონოთ. იცით, მოდით იყიდეთ, არ გინდათ, კარგად იყავით, წადით. ესე იგი, ჩინელებს აღებული აქვს პნევმატური იარაღი, ცეცხლსასროლი ფიზიკურად არ წარმოებს კანონმდებლობის გამო, ასე რომ პნევმატური იარაღის შეჭრილები არიან. ეს ერთი ვარიანტი მაგალითად მულტიპამპი, ანუ სახელურით რამდენჯერმე უნდა დაკოქოთ, რა ვიცი, დატენო და ამის შემდეგ შეგიძლია გასროლა გააკეთოთ. ცოტა არის შრომატევადია, მაგრამ ჯამში ავტონომიას უზრუნველყოფს PCP იარაღისგან განსხვავებით. აქვე გადმოვინაცვლოთ ახლა თვითონ ამ წარმოებლის სტენდზე, ეს არის Nova Vista, პირველად შარშან ნახე ეს მწარმოებელი. აქვთ კომპრესორებიც. როგორც ხედავთ, ბევრი ფორმატი არსებობს კომპრესორის, მე ამას ნელ-ნელა გაჩვენებთ, რამდენიმე 1000 form factor არსებობს, NASUS-იც არის და მოდი გადავიდეთ თვითონ იარაღებს. Can I take the videos? Yeah. Okay. ეს ვისაც გიყვართ კლიპები და ტყვიები, ასევე არის რებერთელა სლაგების არჩევანი. მე 4 ნახევარიც არის, თუ არ ვცდები, ლოტონო. 0.5 gram. 0.5 gram. Okay, thanks. როგორც გაირკვა, სამწუხაროდ მხოლოდ 5 და 5-დან აქვს სლაგები, არ აქვს 4 ნახევარში. Цудиям. Так. Ну, აქ ახლა სათითაო მოდელზე გაჩერება არ ვიცი რამდენად იქნება, იმიტომ რომ
ჩინურ იარაღებს მე ბევრს გაჩვენებთ ალბათ, მაგრამ აი იმდენი არის და იმდენაირი დიზაინია და ყველას პრაქტიკულად ერთნაირი ფორმა აქვს შიგნით. ანუ ეს კლასიკურად ეხლა ნახავთ ეს მაგალითად კრალსაც თითქმის იგივე ფორმა ფაქტორი აქვს, ერთადერთი შეიძლება ეს სახელურის ფორმა იყოს შეცვლილი. დანარჩენი ეხლა კალიბრებში ყველა სხვადასხვა მოდელებს აწარმოებს. ეს მაგალითად გრძელი ვიწრო ბალონი არის, საკმაოდ საინტერესო ვარიანტია, 350 კუბიანია. ესეც ესენიც. ანუ 500-იანისგან განსხვავებული არის. თუმცა არის ესეთი კარბონის 500-იანი უნდა იყოს ეს, ანუ 480-იანი ნახუთაბა, ახლოს მოვიტანოთ. კი ბატონო, 500 cc. რაღაც ან Snowpeak-ს წააგავს, თან რაღაც თავისებური გადაწყვეტები აქვს. ვაუ. და საინტერესო ვარიანტი ეს არის ისრის სასროლი. ისევ აირგანზე გაკეთებული. ვაუ. თავისებური გადაწყვეტა არის. ეს მსუბუქი მოდელები. ეს ლამინატი ხა მოდაში არის, მაგრამ არ ვიცი ხა ამისთან რაღაცას როდესაც კიდევ 180 კუბიანი რეზერვუარით. არის ძლიერი მოდელებიც. ვაუ. ეს არის Nova Vista-ს ერთ-ერთი შედარებით ახალი მოდელი. როგორც ხედავთ, პლენუმი აქვს 100 კუბი. ვებერთელა კლიპი, კალიბრი დიდია, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩინელები არიან, სამწუხაროდ არ აღიარებენ 4.5 კალიბრს. რატო? იმიტომ რომ ეგ წერია, რომ იწყება 22 კალიბრიდან ეს იარაღი. ძირს ასევე არის მეორე იარაღი, ესეთი ვარიანტი. როგორც ხედავთ, CO ბალონი, ესე იგი CO ბალონზე მუშაობს. მასიური ტანი და CO2 ბალონი. რა ვიცი, რამდენად გამართოს ვერ გეტყვით. ამის პარამეტრებიც ნახოთ. ოკეი. კაი, ეს იყო Nova Vista. იმედია რაღაც საინტერესო იყო. წავედით ახლა სხვა ვნახოთ. ეს ახლა იდეაში შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ვიყოფებით ჩინურ კვარტალში. მაგალითად აქ არის ბიპოდები. საკმაოდ მყარი არის. რეგულირებადი ჩასადები. კი, რბილი ჩათნაფენებიც აქვს. ეს ამის იარაღს არ დაგიკაწრავთ. ანუ ძირითადად ეს სახელურია, ამას დააჭერ და ამის შემდეგ უკვე შეგიძლია ესე ჩაწიო, ამოციო ლაივში, რომ გააწიო, ასე ვთქვათ, სამიზნეს საით მიდის ზემოთ, ქვემოთ, საიდგინა გაწიო პლუს ტრიალებს. რა თქმა უნდა, ხა ეს დაჭერილი არ არის, უფრო თავისუფლად არის საყრდენის ვარიანტია. ერთი ვარიანტიც არის. გვაქვს გლუვების, რა თქმა უნდა, სასროლები, თებშების და აი ესეთი წასაქცეები. წეხან ველაპარაკე და შეგვიძლია ნებისმიერი ვარიანტი შემოგთავაზოთ, რა თქმა უნდა, ჩარჩო იქნება ეს ხე ყოველთვის, მაგრამ ესენი შეიძლება იყოს ეხა არის რაღაც პლასტიკი, შეიძლება იყოს რკინაო სროლის შემთხვევაში და შეიძლება ასევე იყოს სპეციფიკური ბალისტიკური რეზინა, რომელიც მოხვედრისას იხვრით, მაგრამ ისე ხორცდება, ასე ვთქვათ, პირობითად ხორცდება, შესაბამისად წაქცევის ეფექტს მოგცემს, მაგრამ სამიზნე უკან დაბრუნდება შეხორცებული ადგილით და შესაბამისად თავიდან შეგიძლია ესროლა. ფორმები სხვადასხვა არის. კარგი, გადავიდეთ დანარჩენი რა გვაქვს ჩინურ კვარტალში. ეს კეისები ყველანაირი, ისე ბიპოდები, ყველანაირი საწმედის საშუალებები. ეს უბრალოდ მიმოხილვის ვარიანტში განვიხილოთ. Hello. ეს არის ნასოსები და კომპრესორები, ნასოსები. უკან არის კომპრესორები. აქ არის კომპრესორები ნებისმიერი ფორმა ფაქტორის არის, როგორც ხედავთ. შეიძლება იყოს დიდი, პატარა. ნუ რა ვიცი, როგორ შევეცადო ხა ეს გაჩვენოთ რამდენად განსხვავებულია. მასშტაბისთვის მოდი ესეთ ვარიანტს დავდგები.
ჩანს რომ საკმაოდ დიდი არის. ძიმერი სახელი ორი აქვს უკვე, ერთით ვერ აწევ ფიზიკურად. ასევე არის პატარა ვერსიებიც. ეს თუ რა ვხდები აკუმულატორზე არის. წონა კაი დიდი აქვს, არ არის პატარა. შესაბამისად, ხა როდესაც ხედავთ ხოლმე კინა ჩვენთან, კინა საიტებზე, რომ რაღაცა form factor-ის კომპრესორები არსებობს. უნდა იცოდეთ ყოველთვის, რომ ყველა არის წარმოებული პრაქტიკულად ჩინეთში. არა აქვს მნიშვნელობა ამას, Air Venturi ეწერება, FX Airgun-ი ეწერება თუ ნებისმიერ პირამიდაერი ან რაღაც ნებისმიერი სხვა ცნობილი. თუნდაც იგივე Hili რო აიღოთ, Hili-ც პრაქტიკულად ჩინურ მოდელს იყენებს. You must put the battery here, right? Yes. And also can use on in the house, like 220 Ah, 220 voltage also. Excellent. So, not heavy. Acceptable. What's the price approximately for this? It's around 285 US dollars. 285. Yes, including the batteries and the chargers. Okay. The price is the FOB Shanghai bulk purchase price. Yeah, I understand. This one. Okay. The lithium battery. Yeah, lithium. In this one we'll also have the battery. Yes, we right? have the battery modes for this compressor. For all of them. All of this. All this. Not this one. Yeah, it's a bigger, I understand. Okay, thank you. This არის GX Pumpy. გარდა მაგისა გადმოვინაცვლოთ ახლა აქეთ. აქეთაც არის ესეთი ვარიანტები. კი, Youngstone და Inkspan და რაღაცები რო გინახეთ, ყველაფერი იგივე არის სხვადასხვა სახელით. ერთი ფორმატს გინახეთ, ალბათ მეორე ფორმატს გინახეთ. ეს რაღაც ახალია, დიდი არის. შეგარებით. ესეც საკმაოდ საინტერესო აქაც აკუმულატორიანი ვერსია არის. შენახევარი. With the full charge of this battery, you can pump for 40 minutes approximately. 40 minutes. Okay, and to charge this battery, how long it take? 充这个电池要充多久？2 hours. 2 hours for charging this battery, and after that, it will work about the 40 minutes, right? 40 minutes. Yeah. So 300 or 200? 300. 300. Also see. Excellent. Thanks. The company is New Warrior. Yes. ეს არის კომპანია ახალი მებრძოლი. საკმაოდ საინტერესო ვარიანტები აქვთ. ესეც კლასიკური ნასოსი. Thank you. The younger one, there's 22, he's one will be 12, they're 21 and 19. The one that wants to be a doctor is 21, so he's going to school. The 19-year-old, he doesn't know what he wants to do. ყავის გადასაკრავი. I mean, I let him do what he wants to do. Yeah. ვინ თამაშობდით ადრე კოზაკების თამაშს? საფსანი. ნამუშევრით ემჩნევა რაღაც თავისებური ვარიანტი აქვს გაკეთებული. განსხვავებული დიზაინი აქვს აშკარად. ასე ვთქვათ, მეინსტრიმისგან განსხვავებული რაღაცები აქვს. თუნდაც ეს რეზერვუარები 50-იან მილზე. და კიდე თურქული პნევმატიკა ვიპოვე, ხა აქედან დავიწყებ. ჯერ პისტოლეტები განვიხილოთ, ნახოთ რეები გვაქვს. ასე, ესე იგი ნახეთ.
ერთი ესეთი ვარიანტია, საკმაოდ უცნაური გადატენის სისტემა აქვს. საკმაოდ კაი რაღაცა არის. შევამოწოთ. კი, ნამდვილად ამით მუშაობს. საკმაოდ მოხერხებულია, მინდა გითხრათ რა. ჰოპა. წეგან კლიპის ჩასმაზე საკმაოდ ვიწვალეთ. ორმა კაცმა იმედია ეხა გამომივა. აჰა. აბატონ. ძალიან მაგარი რაღაცაა. ну ეს კლასიკური ვარიანტია. შესაბამისად, გადმოწიე ჯაკეტი დაუშვით. თუმცა ამას კონკრეტულად ძალიან მძიმე სასწრაფი აქვს, ხო. ეხლა სპეციალურად გავახსენეთ, რომ ესენიც დაბმული იყო, როგორც ეს ქვედა ძირა. აჰა, ბარემ გავხსნათ ესეც ნახოთ, ეს საერთოდ უნდა თქვა ხოლმე, რომ გაგიხსნან. და მე ხელში უნდა დაიჭირო ხოლმე. ნახო. ვინი პარავს არ ვიცი, მაგრამ thank you. მაგრამ მომხმარებლისთვის საკმაოდ მოუხერხებელია ხოლმე. How it's work? Click here and Wow. push. A bit hard, yes. Wow. ეს რაღაც ახალი მიდგომა არის, აშკარად ეს ლულა არის აქა, მიწოდებელი აქ არის. აჰა, ვის გიყოთ? 19-11 რაღაც მაგდაგვარი ვარიანტია. It's look like cold. What? It's look like a cold. Yes, yes, it's not Yeah? quite cold. ანუ ემღილაკს უნდა დააჭირო, ამის მერე შეგიძლია გამოციო. შესაბამისად, ეხა იქ ტყვია გადატრიალდება, მიაწვი, მერე გამოყო. Thank you. ეს არის ფირმა Kuzei. აქვთ ასევე იარაღებიც, მოდი იარაღებიც ვნახოთ. ესენი ახლა მეგონა რამე განსაკუთრებული დიზაინი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არა. იდეაში არის ჩვეულებრივი კლასიკური თოფი, ჩვეულებრივი გადასატენი, ანუ საშუალო სიმძლავრის ვარიანტი. აფერი განსაკუთრებული. დანარჩენი იარაღები აქეთ სტენდზე რაცაა წარმოდგენილი. ან ძალიან ძველი დიზაინია, ან ძალიან გავს სხვა თურქულ ნაწარმოებს, არ მინდა სახელი სპეციალურად დავასახელო, იმიტომ რომ გაიგებენ და მიხვდებიან რაზე ვლაპარაკობ. ცოტა გვერდზე რო გავალთ, მერე გეტყვით ბატონო. თორე ერთ-ერთი პრაქტიკულად ის დიზაინია, რასაც მე ვფიქრობ, ისეთი მძიმე, უხეში გადასატენად საკმაოდ ძალა გინდა. ახლა გადატენა შემიძლია, თქო უნდა, მე უბრალოდ ვამოწებ რამდენად რბილად დადის და რამდენი შეიძლება მოუხერხებელი არის ცოტა არ იყოს. არის ბალონიანი ვერსიებიც, ოღონდ თურქებს ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე გამოყენებული ალუმინის ბალონები, იმიტომ რომ იაფია ალუმინი. სინამდვილეში ახლა კომპოზიტი რა თქმა უნდა ჯობია, იმიტომ რომ წნევასაც მეტსაც შეჭერს, წონაც ნაკლები აქვს და კომპაქტურია უფრო. მაგრამ ფასი გარბის და თვითონ სეგმენტი იციან ავტომატურად რა სეგმენტზე არიან ორიენტირებული, იმიტომ რომ ფასი გადამწყვეტია და ყოველთვის ალუმინის ბალონს აყენებენ ხოლმე. თუმცა აი ცოტა რაღაცა უკვე გაკეთებული როდესაც არის, იმას უკვე როგორც ხედავთ, შესაბამისად მიხდენ და დაუყენეს უკვე კომპოსტური ბალონი. აბა ესეც შევამოწოთ ახლა. თუი არა, ეს გადასარევად მუშაობს. ეს მშვენიერი რაღაცა. ძალიან მომეწონა. რაღაცა უცნაური დიზაინი აქვს თავისებური, მაგრამ აშკარად რაღაც მომხიბვლელი არის. რადგანაც 2 მანომეტრი აქვს, ახლა დამატებით აღარ შევიკითხე, მაგრამ გარანტირებულად უკვე გასაგებია, რომ რედუქტორი აქვს. ლეგენდარული აირარმსი, რომელიც სამყაროს აძაგძაგებდა ერთ პერიოდი. დღეს საერთო ტრენდებს არ მიყვება, ასე ვთქვათ, სუფთა ბრიტანული სისხლი არის. რაშიც გამოიხატება, რომ დაარჩნენ მხოლოდ სპეციფიურ სეგმენტში, სადაც არის ელიტარულობა მთავარი. რა თქმა უნდა, შედეგსაც გადასარევს იძლევა იარაღი ყოველთვის. ბენჩრესტისთვის ეს პრაქტიკულად must have იარაღებია, ნახე რა კაი რაღაცა დროშისთვის გაკეთებული, ქარი გაიგო, რამდენად არის პლუს შესაბამისად. აი ბატონო. აი შეგვიძლია ნახოთ, დახრა გვაქვს თუ არა გვაქვს ეს არის. აი რაღაცა ინტეგრირებულია, ხო? თავს ცალკე აღარ უნდა იყიდო ფიზიკურად.
აღარაფერს ამ რამდენი დონე აქვს, რამდენი სიფტყის რეგულირების დონე აქვს, ასე ვთქვათ. ესეც რა თქმა უნდა თავისი დონე ისევ და ისევ აუცილებლად ყველაფერი გალოკილი და გამაგრებული და იყოს მაქსიმალურად. TX200 ლეგენდარული იარაღი წლების და 10 წლების მანძილზე წელს ლამინატშია წარმოდგენილი. არც პროსპორტია ნაკლები. ესეც რა თქმა უნდა ისე TX-ი HS-ის სერიაში მოკლე ლუად. აი ზამბარდგუშენებში ესეთები უნდა იყიდოთ ხალხი. თუ გინდათ სიზუსტე, სიამოვნება, კონტროლი, ხარისხი, არ გაგიფუშდებათ ის სიამოვნებით და რეალურად კარგი შესახედავიც არის. ყოველთვის იყიდეთ რაღაცა მაღალი დონის. ეს კი სამომხმარებლო სერია ეს 500-ის და ეს 400-ის ბაზაზე. ჩვენთან ერთ პერიოდი იყიდებოდა ეს 500-ები. ხელშიც მჭერი არაერთხელ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნო იარაღები. აი, ზღაპარია ხამის გადატენა რა, უბრალოდ დაბულია ყოველთვის და ძნელია კონტროლი. ეს იყო აირამსის სტენდი. თუ ვინმეს გაინტერესებდათ Airmax Armsი, იგივე კატრანები. არის ესეთი მოდელებიც, როდესაც თვითონ ეს არის პლენუმი, აქ არის ეს რედუქტორი და შესამოსი შიგნელობა და ეს ყველაფერი წარმოადგენს რეზერვუარს, ლულა კი არის ესე ექსცენტრულად განთავსებული. დამტენი პორტი არის აქედან, დანარჩენი ესეც კლიპი. საკმაოდ რბილი არის. ესეც კატრანის სხვადასხვა მოდელები. თურქებისგან განსხვავებით ახლა დახვეწილი ფორმები აქვს, რაღაცები. მუშაობის პრინციპიც უფრო სუფთა არის, თუმცა მაინც რაღაც აი ეს ზედმეტად დიდი დეტალი არის ამ ხელა ჩამოშვერილი. რაღაც მომენტებში არის განსხვავებული ხედვა, სახსენებული ვარიანტი. ეს ნამდვილად არ იყო საჭირო ხელა რაღაცა ამაზე. უფრო ლაფეტის დაყენება ნამდვილად არ იყო საჭირო. აი ეს უფრო ლამაზად გამოიყურება ახლა, მაგალითად, გამეთა. ვიდრე აი ეს ზემოთა. მიუხედავად ისა, ერთი და იგივე უბრალოდ ეს ხეშია ჩასული. ეს დიდი ვებერთელა ბუხუნა რეზერვუარით 50-იანით. ბალონი არის 60-იანი როგორც ეს არის 50-იანი. ხომარჯობდა ამაზეც ბალონის დაყენება. გაცილებით უფრო კომპაქტური გამოვიდოდა და მეტი მოცულობა ჩაეტევოდა. ეს ალბათ გოგონებისთვის. ხედავთ 60 კუბი არის რედუქტორს მიღმა სივრცე. საკმაოდ რაოდენობა ჩვენში დარჩეს. კიდე ერთი თურქული მწარმოებელი. ხუდის არა ესეთ რაღაცებს, როდესაც ხედავ 1, 2, 3, 4, იმდენად იხლები მორალურად უკვე, როდესაც ახალს გადააწყდები, რეალურად საინტერესოს მაშინ უკვე ვეღარ ხვდები რა უნდა განიხილო, რა უნდა გააკეთო. პრაქტიკულად ყველა ცნობილი ფორმები არაფერი განსაკუთრებული ახალი, გარკვეულწილად ძველი დიზაინი. ცოტა რაღაცა განსხვავებული ფორმ ფაქტორი არის ეს.
ეს არის ეთქობა ამერიკულ ბაზარზე ორიენტირებული, რადგანაც ესეთი შეფერილობა აქვს. ამის დანიშნულება კაცმა არის ის, უბრალოდ გაკეთებულა იმისაც, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. არ ვიცი, იმედია იყიდებათ. მე რო ვიყო ხო მაგალითად მაღაზიის წარმომადგენელი, ამისანა იერახს არ ვიყიდიდი. Seja exagero. Para o Iago na costa dela piramide do Egito. Seja exagero. Ele? Esta dela seria das ერთ-ერთი ცნობილი ფირმა თავისი ახალი მოდელით 700 კუბიანი რეზერვუარით, რედუქტორით. რედუქტორი საკმაოდ თავისებური აქვს, ამასი შეკეთება ყოველთვის მკლავს ხოლმე. მე ჩემებურ კლაპანს ვუკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ თავის ქარხანა მუდმივად პრობლემური არის ხოლმე. შრაუდერი ვებერთელა 50-იანი. და რა თქმა უნდა, პლენუმი. ადრე 125 კუბი ქონდა მაგალითად ჩემ ძო Discovery-ის, Benjamin Discovery-ის სუნთლიანი თელი რეზერვუარის მოცულობა. დღეს კი მხოლოდ პლენუმის მოცულობაა. აი აქ 125 კუბური სანტიმეტრი. ინტეგრირებული მანომეტრი, რომელიც პირდაპირ სროლების მხარეს არის. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ესე გამოიხატება. რა თქმა უნდა, მარტო ერთი მოდელით არ შემოიფარგლებიან. გვაქვს მოკლე ვერსიებიც, ისევ და ისევ ბუხუნა ვებერთელა შრაუდერით. რამდენად გამართლებულია პრაქტიკულად ვერ გეტყვით. ესეც იგივე მორა არის. და რა თქმა უნდა, ვისაც გიყვართ დიდი მოდერატორები. ეს არის 50-იანი მილი და ახლა ძნელია გადმოგცეთ წონა, მაგრამ ეს არის ფირფიტა ფურფუგი სუბუქი ვერსია. ვისაც გიყვართ მოდერატორები, დიდი ბუხუნა, აი ეს მაგალითად ამხელა მილი სუნთლიანად არის ძალიან სუბუქი, იმიტომ რომ არის დამზადებული კარბონის მილისგან. ასეთივები არის ეს მოდერატორებიც. მიუხედავად იმისა, რომ ვებერთელა არის ზომაში, სინამდვილეში წონა კატასტროფულად დაბალია. კარბონის სტრუქტურა იძლევა საშუალებას სხვადასხვა ფერებში იყოს და ფორმებში გაფორმებული მოდერატორები.
მოდი აქ გამოვაცხადოთ პატარა შესვენება. თავიდან როდესაც მე ამ ვიდეო ფაილის მონტაჟს ვიწყებდი, იმედები მქონდა იქნებ 1 საათის მასალა მაინც ავკრიფო მეთქი, სინამდვილეში აღმოჩნდა მთელი 3 საათის მასალა მაქვს. რაღაცნაირად დავამონტაჟე 2 საათამდე ჩამოვიყვანე, მაგრამ მასალა მაინც დიდი გამოდის იმისაც, რომ გონებამ 1 ჭირზე აღიქვას. ამიტომაც მოდი დავისვენოთ 2-3 დღე, მივიღოთ ის ინფორმაცია, რაც გქონდა, ავწონდავწონოთ, გავემზადოთ, დავისვენოთ და 2-3 დღეში შემოგთავაზებთ გაგრძელებას, ახალი ემოციებით, ახალი თავგადასავლით. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად რჩებით. აუცილებლად გვექნება გაგრძელება და ახალ-ახალი ვიდეოები მიმოხილვებისთვის. დროებით.